ანუ სამშვიდობისა, რა თქმა უნდა, ყოველი დღე ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში ახალი სიურპრიზებით არის აღსავსე. მეორეს მხრივ მაინც ალბათ უნდა დაველოდოთ, იმიტომ რომ მე ერთს გამოვრიცხავ, ტრამპის ადმინისტრაცია იქნება თუ ნებისმიერი ადმინისტრაცია შეერთებულ შტატებში, პირველ ყოვლისა ისინი ვალდებული და დარწმუნებული ვარს მოიქცევიან, გაატარებენ იმ პოლიტიკას, მათ შორის საერთაშორისო საგარეო პოლიტიკას, რომელიც შედის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესში. ყველა შეიძლება სხვადასხვანაირად ესმოდეს, გარკვეულ მიმართულებებში, გარკვეულ კონტექსტში, მაგრამ არის ის ფუძემდებლური, არის ის პრინციპული ძირითადი საკითხები, სადაც ვერც ერთი პრეზიდენტი თუ ადმინისტრაცია რაღაც ახალს ვერ მოიგონებს და რაღაც საპირისპიროს ვერ გააკეთებს. ამიტომ არც ერთ შემთხვევაში ტრამპის, ანუ ამერიკის შეერთებული შტატების რუსეთის მოკავშირეობა ეს არის გამორიცხული. უკვე რა ღონისძიებებს და რა ნაბიჯებს გადადგავს და როდის დაუშვათ ამ ასე ვთქვათ მოდი დავარქვათ ცდილობები, გარკვეული ასე ვთქვათ ცდილობები იმისა, რომ რაღაც ახალი მოიგონოს, ახალი გამოიგონოს, როდის დასრულდება ეს ყველაფერი, როდის მოიგებიან, მოდით ესე დავარქვათ ასევე პირდაპირ როდის მოიგებიან გონს და როდის დაუბრუნდებიან იმ ჩვეულებრივ პოლიტიკას, რომელიც შედის ამერიკის შეერთებული შტატების ინტერესში, ამას როგორ აჩვენებს? შეიძლება ამას დაჭირდეს გარკვეული პერიოდი, შეიძლება ამას დაჭირდეს გარკვეული რეაგირება სენატის და კონგრესის მხრიდან, შეიძლება ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობის მხრიდან, ამას ყველაფერს ვნახავთ. მაგრამ ერთი რამე ეხლავე რაც უნდა მოხდეს, შემიძლია ეხლავე განვაცხადოთ, ეხლავე განვაცხადოთ და ასე ვთქვათ, ავიღოთ როგორც მოცემულობა. ამერიკის შეერთებული შტატები ვერც ერთი ადმინისტრაციის პირობებში იმ გეოპოლიტიკურ სივრცეში, სადაც ჩვენ დღეს ვცხოვრობთ, რუსეთის პირდაპირ მოკავშირე ვერ გახდება. შეიძლება მომსწრენი გავხდეთ ბევრი შეცდომი, სხვადასხვა შეცდომები წინა ადმინისტრაციებსაც კი ბატონო, გადაკვირთვის პოლიტიკა სხვადასხვა ერქვა, ამას შესაძლოა, მაგრამ წითელ ღილაკს წინა ადმინისტრაციებმაც დააჭირეს ხელი. ამან პუტინს არაფერი გადააფიქრებინა პირიქით, იყო ომი საქართველოში ყირიმის აღება და ასე შემდგომ. ნაჩქარები, ასე ვთქვათ, დასკვნებს ნუ გამოვიტანთ, ნახოთ როგორ გავითარდება. როგორ განმარტავს თვითონ, დიახ, როგორ განმარტავს თვითონ ტრამპის ადმინისტრაცია რუბიომ სცადა ეს მედიასთან, რომ ტრამპი ერთადერთია, ვისაც პუტინის მაგიდასთან მოლაპარაკების მაგიდასთან დასმა შეუძლია და მოლაპარაკება სჭირდება ორი მხარეო. ნუ გასაგები. რუბიომ ბევრად კიდევ უკეთესი რაღაცეების თქვა, უბრალოდ ეს აუსწრებდა წინ ეხლა დღევანდელ ახალ ინფორმაციას, რომ თურმე ნატოდან აპირებენ გამოსვლას, ხო? ამიტომ ნაჩქარევად უბრალოდ ესე, იმიტომ რომ ფაქტია, რომ საპირისპირო ურთიერთსაპირისპირო გზავნილებს აგზავნის ბატონი ტრამპი და მისი ასე ვთქვათ გუნდის წევრები, ძალიან ბევრი რამეა გაუგებარი, ამიტომ რაღაც დასკვნების გაკეთება და ნაჩქარევად ან ასე ვთქვათ კრიტიკა, ან მოწონება ჩემი აზრით არ იქნება. კი ბატონო, მესმის, რასაც ამბობთ, უბრალოდ ჩვენ მედია ვართ და ყოველდღიურ განვითარებულ ამბებს ვცდილობთ, რომ შევაჯამოთ. თქვენ პოლონეთში ხართ მაგალითად, გადაწყვეტილებით პაუზდება ის დახმარებაც სამხედროც, რომელიც პოლონეთში ახლა ბაზირებული და მზად არის ტრანსპორტირებისთვის. Financial Times-ი წერს, რომ 2-3 თვე ეს არის მაქსიმუმი უკრაინას სადამდეც ეყოფა ამერიკული დახმარება. შესაბამისად ეს მოდით მე მაშინ გაგახსენებთ პოლონეთის პრემიერ-მინისტრის სიტყვებს, რომელიც მან დატვიტა 2-3 დღის წინ, სანამ გაემგზავრებოდა ლონდონში სამიტზე, ხო? აქ საუბარია, რომ 500 მილიონი ევროპელი თხოვს 340 მილიონ ამერიკელს მხარი დაუჭირონ თუ თავი დაიცვან 140 მილიონი რუსისგან, ხო? ეხლა ნებისმიერ შემთხვევაში, როგორც უნდა განვითარდეს შემდგომი მოვლენები, მე მათ ვარ დარწმუნებული, რომ პოზიტივით უკვე არის, ეს არის ევროპის გამოღვიძება, იმიტომ რომ ევროპა ვეღარ დაბრუნდება იქამდე იმ ასე ვთქვათ განზომილებაში და იმ მოცემულობაში, სადაც ცხოვრობდა თუნდაც 2 თვით ადრე, ანუ 2024 წლის ბოლომდე, შესაბამისად ეს უკვე პოზიტივია და რაც შეეხება თავდაცვის უნარიანობას, რაც შეეხება უკრაინის ინტერესებს, ეს არ არის უკრაინის ინტერესები, ეს არ არის საქართველოს ინტერესები, ეს არის ევროპის უსაფრთხოება, ეს არის ევროპის უსაფრთხოება. მაგრამ ევროპა ამბობს კი სამხედრო კონტექსტშიც დაეხმაროს და თუ გავითვალისწინებთ ახლა რაც ტრამპი სხვათა შორის არასწორ ინფორმაციას ფლობს ალბათ, უდიდესი ნაწილი დახმარების რაც დღემდე მიიღო უკრაინამ, სწორედ ევროპას უფრო დიდი წილი მიუძღვის ამაში, ვიდრე ამერიკის შეერთებულ შტატებს. რა თქმა უნდა, შეერთებული შტატებისგან შეწყვეტა დახმარების და ამას გრძელვადიან პერსპექტივაში ძალიან უკიდურესად ნეგატიური შედეგი მოყვება, მაგრამ რეალურად განვიხილოთ რაც ხდება. რაც დღემდე ხდებოდა და დახმარება ძირითადად მოდიოდა ევროპიდან, როგორც ფინანსური, ასევე სამხედრო, ასე ვთქვათ, სამხედრო თვალსაზრისით. ამიტომ
ტრაგიკული არაფერი არ არის, უბრალოდ ვიმეორებ, გვჭირდება დრო, რომ უფრო მეტად გავაანალიზოთ და არა მარტო ჩვენ, იგივე შეერთებული შტატების ადმინისტრაციას, რომ მიხვდეს ბოლოს და ბოლოს რა უნდა და განსაკუთრებით რა უნდა გასაგებია მშვიდობა დაპირდა ტრამპი, უნდა ამ მშვიდობის მიღება, მაგრამ რამდენად მისი ეს ფორმები ჭრის პუტინთან ეს ობამამაც დაინახა იქამდე არამედ და ბაიდენმაც და ასე შემდეგ. ამიტომ ნახოთ, ამიტომ მე წინააღმდეგი ვარ იმისა, რომ თქვათ, რომ ძალიან სულს აკეთებს ტრამპი. ჩემის აზრით არასწორი შეება, მაგრამ სულს არა უცნაურს და ურთიერთსაპირისპიროს დილით ამბობს, რომ არ უფიქრია დახმარების შეწყვეტაზე, საღამოს ვრცელდება ინფორმაცია, რომ ეს დახმარება დაპაუზდა. შესაბამისად, ეს დამაბნეველია მინიმუმ, მოდით აქ შევაფასოთ ასე. ამიტომ ევროპა ახსენეთ თქვენ და კი დღეს ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებაც ვნახეთ ევროპის შეიარაღების შესახებ, ახალი გეგმის შესახებ, ის წერილით მიმართავს ლიდერებს ამის თაობაზე, საბოლოო ჯამში ეს ლიდერების გადასაწყვეტია და წევრი ქვეყნების ევროკავშირის ევროკომისიას მხოლოდ რეკომენდაციული ხასიათი აქვს ამ შემთხვევაში, მაგრამ ევროპა ფაქტია დაფიქრდა ამაზე, რომ ის უნდა იყოს პასუხისმგებლობა ევროპის უსაფრთხოებაზე. თუმცა, ყველა ევროპელი, ყველა კომენტარში ამბობს, რომ მას სჭირდება ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა. ეს გასაგებია, დასავლური სტრატეგია სწორედ ეს იყო ევროატლანტიკური უსაფრთხოება ნატოს ქოლგის ქვეშ. შეიძლება ჩვენ ვიხილოთ რაღაც ახალი, თუნდაც გაერთიანების სახით. იმიტომ რომ ფაქტია ამ მიმართულებით რაღაც ძვრებს ელიან. იცით რა შეასაკრე თავისუფლება ევროპას ძალიან დიდი რესურსი გააჩნია. ეხლა დავიწყოთ იქიდან, რომ ეხლა ეს განცხადებები ესაც აბსოლუტურად მისაღებიდან ნორმალურია, იმიტომ რომ მით უმეტეს თუ გავითვალისწინებთ ტრამპის ასე ვთქვათ ექსტრავაგანტულობას თუ მის ემოციურობას თუ ეხლა ის უნდა ახსენოს რომ პოზიტიურ ჭრილში. ეს ფაქტია, იმიტომ რომ სხვაგვარად ის შეიძლება დიდით გაიღვიძოს და რაღაცა ახალი დააბრეხოს. ეხლა ამასა გადაჭარბების გარეშე ვიძახი. მეორე მომენტი ერთი რომ ამერიკის შეერთებული შტატები განსხვავებით მაგალითად საქართველოსგან ხო მიუხედავად იმისა ვინ არის პრეზიდენტი იქ ინსტიტუტები მუშაობენ და სისტემა მუშაობს ეხლა ამას კობახიძე ომის გლობალური ომის პარტიას არქვეს თუ დიპ სტეიტს და არქვეს ამას მნიშვნელობა არ აქვს ესე ცალსახად ხო ყველაფრის ხელის უყურება არ შეიძლება ამიტომ ინსტიტუტები ამას ყველაფერს დააბალანსებენ ჩემი აზრით. რაც შეეხება ევროპას დიდი ხანია ამის თაობაზე არის საუბარი ჯერ კიდე ევროკავშირის დაფუძნების დროიდან მოყოლებული არსებობს ეგეთი Western European Union და დასავლეთ ევროპული კავშირი რომელიც რეალურად არ არის შესაძლებელი ეს იყო სამხედრო ასე ვთქვათ კონტინგენტი სამხედრო სექტორი რომელიც უნდა გავითარებულიყო დღეს ამის რეალური ჩანასახი არსებობს ამერიკა უნდა ახსენოს მაგრამ ნუ დავივიწყებთ ევროპას ჯერ ერთი გააჩნია საკუთარი რესურსი მათ შორის ატომური იარაღი გააჩნია საფრანგეთს და ინგლისს აქ მარტო ევროკავშირს არ გულისხმობ კონტინენტზეა საუბარი გარდა ამისა მოდით იმასაც დავუფიქრდეთ რომ ევროპას ეკონომიკურად წარმოადგენს ევროპა არის მეორე მსოფლიოში მეორე გაერთიანება ხო სადაც ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი გარდა ამისა ევროპას დაკავშირა ასე ვთქვათ გამომდინარე ამერიკის შეერთებული შტატების პოზიციიდან და ამას ყვათათ მინდა ხაზი გაუსვა ეს იყო ამერიკის შეერთებული შტატების პოზიცია რომ ევროპას და ჩინეთს შორის დაწყებული იყო ის ეკონომიკური სავაჭრო ომი რაც დაიწყო თავიდან ამერიკასა და ჩინეთს შორის ევროპას ძალიან დიდი რესურსი გააჩნია თუ ამაზე თუ ამერიკა აღარ იქნება ევროპის მოკავშირე ევროპას გააჩნია საშუალება იგივე ჩინეთთანაც და ამის სავსებით რეალური შანსია და პერსპექტივებიც საკმაოდ რეალურია ისევე როგორც სამხრეთ ასე ვთქვათ აზიაში სადაც ეკონომიკაც ვითარდება სასწაულად და რაოდენობრივად მოსახლეობაც მათ შორის სამხედრო თვალსაზრისითაც ინდონეზია მილიონობით ხალხია ხო ბევრად აღემატება მოსახლეობა ვიდრე რუსეთს ეკონომიკაც ბევრად მზარდია ძალიან ბევრი კონტინენტია ძალიან ბევრი მიმართულებაა სადაც ევროპას შეუძლია მუშაობის გააქტიურება ავსტრალია კანადა ნუ დაგვავიწყდება ამიტომ კოალიციის თვალსაზრისით ხა თუ მართლა ტრამპი გადაწყვეტავს და ნატოს ასე ვთქვათ დახურვას თუ ნატოდან გამოსვლას გადაწყვეტავს ვიმეორებ ადვილი და სასიამოვნო არ არის მაგრამ რაღაც ეტაპზე ეს უნდა დამდგარი იყო იმიტომ რომ დღესაც ჩვენ ვუყურებთ ხო შემოტრიალებულია როდესაც 2007 წელს 2008 წელს ამერიკის შეერთებული შტატები ემხრობოდა საქართველოს ნატოში მიღებას, მაშინ ეს ძველი ევროპა ბლოკავდა, ხო? დღეს უკრაინასაც დღეს შეიცვალა ყველაფერი, ამიტომ ჩვენ თავარია ეს ყველაფერი ჩემის აზრით რესურსი იმისენთო ყველას გააზრებული აქვს, ეს ვერ შეიცვლება. სხვათა შორის დღეს განცხადება გააკეთა როგორც მარი ლეპენმა, ორი სამედიცინო გააკეთა მეორე კანდიდატმა მელანშონმა, მემარცხენემ. სოფლიო უკუღმა რაღაცნაირად დაიწყო სოფლიო უკუღმა მოქმედება მარი ლეპენის
მელანშონისგან ეს მოგზანეთ გზანეთ მელანშონისგან უფრო მოულოდნელი იყოს, მაგრამ მელანშონი ეს არის მეორე ულტრამემარცხენე, რომელსაც სხვა შორის დიდი შანსი აქვს, რომ მომავალ საპრეზიდენტო არჩევნებში საფრანგეთის ეს ორი გავიდეს მეორე ტურში. ანუ ევროპის პოზიცია და ჯორჯია, ასე ვთქვათ, მელონი, ხო, იტალია, რომელიც ყოველთვის ახლა ჩვენ საკითხი როდესაც ყლებოდა, საერთოდ იტალია საერთოდ არაფერში არ იყო ჩარეული, ხო, არასოდეს. ამიტომ ეს ყველაფერი იცვლება, იმიტომ რომ ევროპას გააზრებული აქვს, თუ უკრაინა დამარცხდა, მთლიანად ევროპის ყველაფერი, რაც ფასეულობები გააჩნია, ყველაფერი, მომავალი ეკონომიკა, ყველაფერი და შეიძლება სამხედრო, ასე ვთქვათ, კონფრონტაციაზეც მიდგეს საქმე, არის გამორიცხვა შეიძლება მაკრონმა აღნიშნა მოლდოვის და რუმინეთის შესაძლო, ასე ვთქვათ, ოკუპაცია და სამხედრო ასე ვთქვათ, ომის დაწყება, რუსეთის გაგრძელება რუსეთის მიერ და ასე შემდეგ. ბალტიისპირეთის ქვეყნები, პოლონეთში საკმაოდ დიდი რესურსი იხარჯება სამხედრო ინდუსტრიის განსავითარებლად და ასე შემდეგ. ამიტომ ევროპის პოზიცია არ შეიცვლება. თუ ამერიკას უნდა განცალკევდეს და მართა great again იყოს მარტო ამერიკის შეერთებული შტატების მოსახლეობისთვის, ესაც არ გამოვა, იმიტომ რომ ამერიკის სიძლიერე, ამერიკის ეკონომიკური სიძლიერე, მათ შორის დოლარის სიძლიერე დამოკიდებული და დაფუძნებული იყო სწორედ აი იმ გავლენაზე, რასაც ამერიკას გააჩნდა სოფლიოს მასშტაბით. დღეს რამოდენიმე კვირის წინ ვიყავი აფრიკის კონტინენტზე, ფაქტობრივად ნებისმიერი დახმარება ამერიკის შეერთებულ შტატებიდან შეწყვეტილია. არადა იქ ამერიკას ორ დღეში ანაცვლებს ჩინეთი. ჩემის აზრით, თუ მართლა უნდა ტრამპს ჩინეთთან ასე ვთქვათ დაპირისპირებაში გამარჯვება, ბევრი რამე იქნება გადასახედი სწორედ იმ განცხადებების გამომდინარე და განცხადებებისგან ასე ვთქვათ უარის თქმა, რაც მას არ უჭირს, როგორც ვხედავთ, იმიტომ რომ ყოველდღე ახალ რაღაცას იძახის, ამიტომ მე მაინც პოზიტიურად ვარ განწყობილი, უბრალოდ ვიმეორებ, ახალი ადმინისტრაციაა, ტრამპი განსაკუთრებული ფიგურაა, ეს პირველი, ასე ვთქვათ, მისი კადენციის პირველი პრეზიდენტობის დროსაც ჩანდა, თუმცა არა ესეთი აქტიურობით და ინტენსივობით, მაგრამ ჩემი აზრით ყველაფერი დაალაგდება, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში უკრაინას არავინ არ მიატოვებს, აი ჩვენ რა დღეში ვიქნებით, ეს უკვე ცალკე საკითხი. დავკონკრეტდეთ ჩვენზე, ბატონო მამუკა, აქ უნდა ვიკითხო ივანიშვილის მცდელობები შეერთებულ შტატებში ლობისტურ კომპანიებთან გააქტიურებული მუშაობით, რომ რამენაირად იქნებ რაღაცა ეშველოს, მოკლედ მას და მის გუნდის წევრებს, რომლებიც სანქცირებულნი არიან შეერთებულ შტატებში. შეიძლება რა ის ცდილობს ამ ურთიერთობების დალაგებას, არა ქვეყნის მიმართულებით, არა სტრატეგიული ურთიერთობის აღდგენა, არა ეს ნაწილი არა, საკუთარი პირადი სანქციები, კეთილდღეობა და ასე შემდგომ. ამ ნაწილში ელით თუ არა რომ შეიძლება მან რამე მოაგვაროს ამ დრომდე უშედეგოდ ცდილობები. მაგრამ ნახოთ. არა, ნუ ეს გამორიცხულია ხა ამაზე საუბარი არ არის, მეორეს მხრივ, იმიტომ რომ ნუ ხა ამ შემთხვევაში ის ასაც ივანიშვილი აკეთებს, ამას ტრამპიც კი ყოველდღიურად, ანუ ავტოკრატულ რეჟიმებს და სიტყვის თავისუფლების შეზღუდვა ჟურნალისტებზე თავდასხმას და შემდეგ, მე მგონი ტრამპი კიდევ უფრო ხმამაღლებული ებრძვის, ვიდრე იქამდე წინა ადმინისტრაციების პირობებში ხდებოდა ეს. ამიტომ რაღაცა ურთიერთობის დალაგება და ივანიშვილის მიმართ რაღაც ინდულგენციების გამოვაჭრება რაღაცა გამორიცხულია, ამაზე საუბარი არ არის. უფრო პრობლემატურია ქვეყნის კონტექსტში და სახელმწიფოსა დაემართება ივანიშვილის ბედის უარმაღლებს. თუ ეს რა თქმა უნდა, თუ ეს არ მოდის წინააღმდეგობაში და არ აქვს პირდაპირ ზეგავლენა ჩვენი მოსახლეობის და ჩვენი სახელმწიფოების ასე ვთქვათ ინტერესებზე. ამ თვალსაზრისით ძალიან ცუდ დღეში ვართ ნამდვილად, იმიტომ რომ რეალურად ეხლა თუ თვალს შევხედავთ სიმართლეს, ფაქტია. ჩვენ არ ვართ პრორუსები, ჩვენ ვართ რუსების მიერ კონტროლირებადი ხელისუფლებას გულისხმობ სახელმწიფო, რომელიც ემსახურება რუსულ ინტერესებს და არამ საკუთარ ანებისმიერ სხვას. ჩვენ ვართ რუსეთის ასე ვთქვათ განუყოფელი ნაწილი დღეს იმ ურთიერთობები და იმ გეოპოლიტიკური ასე ვთქვათ კონტექსტის გათვალისწინებით, რასაც განვიხილავთ და რაშიც ვიმყოფებით. ამიტომ ჩვენი გამოსავალი რაშია, ეხლა რუსეთი ყველა შემთხვევაში მის მიზანს უკრაინაში ვერ მიაღწევს, შემდეგი და ყველაზე ადვილი სამიზნე, სადაც მეორე შეიძლება არ დაჭირდეს ჯარის შემოყვანა, იმიტომ რომ ისედაც აკონტროლებს ყველაფერს, მაგრამ მე არ გამოვეცხავ, რომ მოითხოვონ იგივე ჩვენი შეერაღებული ძალების მონაწილეობა, როგორც ცივოკორეელები მონაწილეობენ უკრაინის წინააღმდეგ ბრძოლაში. პუტინსაც აქვს ამის რეალური პრობლემები, შეიძლება საქართველოს ჯარისკაცების გაგზავნა მოითხოვოს უკრაინასთან საბრძოლოდ. ბევრი რაღაც ნიუანსია, მაგრამ გრძელვადიან პერსპექტივაში დაუშვათ აი სიტყვაზე თეორიულად უბრალოდ თუ ვისმენენ ხოცები, ანუ ბიზნა ივანიშვილის მომხრეები, უბრალოდ რომ აი ელემენტარული კითხვაა, ხო? დაუშვათ და დაალაგა არა თუ მისი საკუთარი, არამედ ქვეყნის ინტერესები შტატებთან. თუ გადის ეს ტრამპი ნატოდან ევროკავშირში შეგვიყვანს ჩვენ ტრამპი ხო შეგვიყვანს ევროკავშირში ჩვენ ანუ შტატად მიგვიღებს ამაზე იმედი ახლა
არ არის ხა, თუმცა ივანიშვილი თუ იტყვის შეიძლება ამისიც დაიჯერონ. ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი მომავალი ევროპაშია, ჩვენ უნდა ვიყოთ ევროპულ სახელმწიფოებთან, ხო? აქამდე და ყოველ დაწმუნებული ვარ მომავალში ამერიკა იქნება აი ამ საერთო ევროპული, საერთო დასავლური ფასეულობების ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო და ჩვენ დავჭერით ამერიკასთან, მაგრამ ჩვენი ადგილი არის ევროპაში. ვერც ამერიკის შეერთებული შტატები, ვერც ვერავინ სხვა გარდა ჩვენი საკუთარი თავისა ვერ მოახერხებს, ვერ უზრუნველყოფს ჩვენს ევროკავშირში გაწევრიანებას. სხვაგვარად, ვინ უნდა დაგვიცვას? ამერიკა ჩვენ არ დაგვიცვავს, მინერალები ჩვენ არ გაგვაჩნია და ერთ-ერთი რესურსი, რაც საქართველოს გააჩნია, ნამდვილად ასეა, ეს არის ის ფასეულობა, ის ისტორიული, ის მოსახლეობის, ის აქტიურობა, ის ასე ვთქვათ, კავშირი ევროპული კულტურის, ევროპული ცივილიზაციასთან. სხვა არაფერი არა სამწუხაროდ ასეა. მინერალები ახსენეთ თქვენ და ლუკაშენკო აპირებს გადათხაროს ბელარუსის ტერიტორია, იქნებ მინერალები აღმოვაჩინო მესხუმრობით, რა თქმა უნდა. ლუკაშენკოც ეძებს, კი ბატონო, არა მარტო შფათაშორის ამ თუ არ ვწდები მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ყოველ შემთხვევაში იქნებ ჩვენს რაღაცა ქონდეს, ანუ ფაქტია, რომ დღეს ახლა ტრანსაქციული დიპლომატია შემოიღო ტრამპმა, ბიზნესი, კი ბატონო, ახლა ეს ცუდი არ არის სხვათა შორის, იმიტომ რომ ესო აქამდე ყოფილიყო, ხო, ჩვენს გაწევრიანებას ევროკავშირში, ნატოში მაგალითად, გერმანია წინააღმდეგი არ უნდა ყოფილიყო თავიზოზე, მაგრამ დავანებოთ ამას ვსავი, ყველა სახელმწიფო უკვე მიიღებს ბევრად უფრო პრაგმატულ გადაწყვეტილებას, ყველა იქნება საკუთარ თავზე დამოკიდებული, პირველ ყოვლისა ევროპული სახელმწიფოები და ჩვენ ეს გვაძლევს ერთ-ერთ გაკვეთილს, რომ საქართველოს უნდა იზრუნოს საკუთარ თავზე. ივანიშვილმა, რომელმაც ომსაგვარი და ამ შემდეგ ეს არის ყველაფერი სიცრუე და არანაირი რისკები საქართველოსთვის მორჩენილი არ არის. გარდა იმისა, რომ საქართველოს დღეს რეალურად, ფაქტობრივად, ხა იურიდიულად არა, სამწუხაროდ ჯერჯერობით, მაგრამ ფაქტობრივად ჩვენ ვიმყოფებით, როგორც ჩვენ ვართ რუსეთის განუყოფელი ნაწილი და ღმერთმა აქნას მათად დადგეს ის მომენტი, როდესაც საქართველოს ჯარისკაცები არ მგონია ვინმე დათანხმდეს, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ხელისუფლებას მოუწიოს ესეთი გადაწყვეტილების მიღება. არ გამოვრიცხავ, არ ვაჭარბებ, უბრალოდ ნამდვილად ცივ გონებაზე, აბსოლუტურად ემოციებისგან გაცრილი სრული პასუხისმგებლობით ვაძახ. მე ესეთ განვითარების მოვლენების არ გამოვრიცხავ საქართველოსთან მიმართებაში.